დღესასწაულია დღეს. აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დრეთით აღდგომა. რა შეაინტერესებს კაცობრიობას ეს? აი ამაზე მინდა გესაუბრო. შევეცდები რომ ყველანი დაღლილობივოს, ბევრი ვიმსახურებ და შევეცდები რომ ცოტა ლაკონური ვიყო, მაგრამ რაღაცა მაინც უნდა გითხრათ აუცილებლად, იმიტომ რომ აღდგომას შეშვენის გამოდენიმე სიტყვის თქმა. დღევანდელ სახარებას ვინც უსმენდა ყველამ კარგად იცის რა როგორ იყო იოანესთან პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათან და ღმერთი იყო სიტყვა იგი ვისი ალაპარაკი სიტყვა ღმერთი არის იესო ქრისტე განკაცებული ღმერთი რამ გამოიწვია ღმერთის განკაცება ამხელა ღმერთი ცისა და ქვეყნის შემოქმედი ყოვლისამყრობელი რატომ გახდა ადამიანი რატომ განკაცდა ღმერთი? რა იყო ამის მიზეზი? და ამისთვის მინდა აუცილებლად შეგახსენოთ ადამიანის შექმნა. შექმნის დღესვე ხდება ადამიანის დაცემა. ადამიანი დაეცა ცოდვით და დაშორდა ღმერთს. აი ელემენტარული რაღაცა რო გითხრათ. ახლა დედი რო გამოვთოთ ელექტროსადგურიდან, აქ მილიარდიანი ლუსტრა რო ჩამოკიდოთ, მაინც არ გაანათებს. არ გაანათებს, იმიტომ რომ დენის წყაროზე არაა შეერთებული. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი დაშორდა შემოქმედს სიცოცხლის წყაროს დაშორდა და შესაბამისად ამან გამოიწვია დეგრადაცია ადამიანისა თქვენ ნახეთ ადამიანის შვილებმა კაინმა აბელი მოკლა მერე როგორი უზნეობა მეფობდა როგორ დასცინოდნენ ნოეს როდესაც ის კიდობანს აკეთებდა გახსოვდეს ყველაფერი როგორი ამპარტავანი გახდა ადამიანი როდესაც ბაბილონის გოდლის მშენებლობა დაიწყო ღმერთს უნდა გათანასწორებოდა მაგრამ სამწუხაროდ ადამიანმა სულიერი პროგრესი კი არ განიცადა, სულიერი რეგრესი განიცადა. და როგორც ფსალმონში დიდი დავით მეფსალმე გვეუბნება, კაცი პატივსაში ნაიყო, ანუ ადამი პატივში იყო. რატო იყო პატივში? იმიტომ რომ ღმერთმა გააჩინა ხორცი მისცა როგორც ცხოველებს და სული როგორც ანგელოზებს და ანგელოზი მფარველად და მსახურად დაუდგინა ადამიანს. სამყაროს გვირგვინად შექმნა ღმერთმა ადამიანი და პატივსაშინა იყო, მაგრამ არა გულისხმახო, ფსალმში წერია. არა გულისხმახო რას ნიშნავს? გულით ვერ შეწვდა გულით ამას, რომ რამხელა მადლი იყო მასზე მოსული. ბაცვით და იგი პირუტყვთა უგლურთა და მიემსგავსა მათ. ძალიან შორს არ გვაქვს დასასვლელი, გაიხედეთ, გამოიხედეთ და მივხვდებით, რომ სამწუხაროდ კაცობრიობა მიემსგავსა პირუტყვს. პირუტყვს იმიტომ რომ ყოველივე ხორციელი დაივიწყა ადამიანმა. თავისუფლება არასწორად გაიგო. თავისუფლება რა არის? როდესაც თავს ფლობს. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. და როდესაც რაც კიდე იმას აკეთებ, ეს ფსევდო თავისუფლება და ეს უცნაურობაა. ასე რომ ადამიანი ადამიანის დაცემის შემდგომ ნელ-ნელა დაშორდა ღმერთს, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ უნუგეშოდ არ ტოვებს ადამიანს და არავის და არაფერს არ ტოვებს უნუგეშოდ და 60-დან გამოძევების დროს ადამიანს და ევას უთხრა, რომ შენ ყოფლით მოიპოვებდე საზრდელს, ადამიანს ეუბნება და ევას უთხრა, რომ შენ ტკივილით შობდე შთამომავლობას. და დღემდე ესია, ხო, მამაკაცები, ნორმალური მამაკაცები საქართველოში, შოულობენ ოფლით და დედაკაცები ტკივილით შობენ. მაგრამ ამასთანავე უთხრა, რომ შენგან, დედისგან გავაჩენ ისეთ, რომელიც გველის თელს დაგესწავს. ანუ გველს თავს წააჭრის. და ვინ იყო ეს? 5500 წელიწადი ელოდებოდა კაცობრიობა აი ამ აღქმულ მესიას და 5500 წლის მერე ინება ღმერთმა და კაცობრიობას მოევლინა ისეთი ყოვლადწმინდა დედოფალი როგორც ღვთისმშობელია და მარტო ამას არ ქონდა მნიშვნელობა ქონდა იმას რომ ადამიანის ყველა მანკიერება უნდა გამოჩენილიყო ყველა მანკიერებას თავისი სახე უნდა გამოეჩინა თქვენ დაახსნით აი ნებისმიერი ადამიანი ახალ საზოგადოებაში რომ მოხვდებით იქ მუშაობს 10 ადამიანი 10 ადამიანი დღეს
წარმოდგენა გექნება ხვალ, წარმოდგენა გეცვლება ზეგ, წარმოდგენა გეცვლება. კარგი რო გეკონა ის რაღაცა ვერ არის და ცუდი რო გეკონა თურმე ეს უკეთესი. ანუ ნელ-ნელა იფილტრება ეს ყველაფერი. და კაცობრიობაც მოდიოდა და ყველა თავისი მანკიერება რო გამოაჩინა, მაშინ განკაცდა ღმერთი, მაშინ მოდის მესია, მაშინ მოდის საყოველთაო მკურნალი და ყველა სნეულება კაცობრიობისა განყოფა. განწმინდა ადამიანი და ადამიანს ვის არის საშუალება რომ კრეცსაბმელი გაიხარვა დღეს საკითხავებში ვკითხულობით, კრეცსაბმელი გაეცნა და მისთვის აკრძალული 64 კარი გაეცნა, მაცხოვარი თავისი ჯვარცმიდან მესამე დღეს აღდგა, შთავი და ჯოჯოხეთის ჭენი დაამსხვრია, მართალთა სულები გამოიყვანა იქიდან და ყველა მართალი და ღირსეული ადამიანისთვის სასუფევის კარი გახსნა. სწორედ აი ამას ზეიმო ჩვენ დღეს, ამიტომ არის დღევანდელი დღე ზეიმთა ზეიმი, დღესასწაულთა დღესასწაული, რომ სწორედ მაცხოვრის აღდგომი გახდა შესაძლებელი, ადამიანი ისევ დაბრუნებდა თავის სამშობლოს და ჰქონდა მას საშუალება იმისა, რომ თავის შემოქმედთან და სიცოცხლის წყაროსთან კიდევ ერთხელ შეერთებულიყო. დააკვირდით ტროპარში როგორც ითქვას, სიკვდილით და სიკვდილისა დამტკუნველი. ამაზეც მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ. რატომ იყო აუცილებელი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილი? ბასილი დიდს აქვს ძალიან საინტერესო და ძალიან მიყვარს მე ეს ჰომილია, ძალიან პატარა ჰომილია და იქ წერს, რომ როგორც მეთევზე ანკესის კაუძე წამოაცობს მას, აი ეს იყო ხორცი ქრისტეს. და ამ ხორცში ვერ იცნო ეშმაკმა ღმერთი და როგორც მამები გვასწავლია, ჯვარზე მოიმზაკვარა ეშმაკი და ჯვარზევე დაამატა მისივე სიკვდილი, კაცობრიობის სიკვდილი, ანუ ეშმაკის მეუფება დაამსხვრია დედამიწაზე. ამიტომ ამბობ, სიკვდილითა სიკვდილისა დამტკუნველი. ქრისტე აღსდგა. ღმერთმა რომ სიკვდილითა სიკვდილის დამტკუნველმა ჩვენთვის გახსნა 64 კარიბჭე და ინებოს ღმერთმა რომ ჩვენი მოღვაწეობით, ჩვენი ლოცვით, ჩვენი შრომით, ჩვენი სიყვარულით კიდევ ერთხელ ერთმანეთს მოვეფეროთ, მივეახლოთ ღმერთს და ღმერთის მიერ ეს კარიბჭე სულ გახსნილია, ყველა წესიერი და ყველა ზნეობრივი ადამიანისთვის ეს კარიბჭე გახსნილია, ადამიანი თავისთავად ცხოვრების ხილში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება, მაგრამ მისი მოღვაწეობის გამო ღმერთი მას აჯილდოებს. და იმდენი უნდა ვიყოთ, ჩვენ ახლა მე ვხედავ თქვენ, მე თქვენ სულ გხედავთ. მე გხედავთ თქვენ დიდ ორშაბათს, დიდ სამშაბათს, დიდ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, ადამიანები 5-6 საათის განმავლობაში აქ იდგნენ, ლოცულობდნენ, აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებდნენ, ეს ხარ თქვენ. და ამიტომ თქვენ გევალებათ კიდევ ერთხელ, რომ ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ ამ ადამიანებისთვის, კი არ უნდა მივაფურთხოთ, კი არ უნდა გძულდეს ეს ადამიანები, ვინც ღვთისპირიდან გადავარდნილია, ვინც სიცოცხლის წყაროსთან არ არის შეერთებული მათი, აი მათთვის ბევრი უნდა ვილოცოთ, ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოსი ძალიან დიდ გასასწრებია ჩვენი ქვეყანა და უნდა იცოდეთ თქვენ, რომ საქართველო გამწყინდება, საქართველო თავისთავად არ გამწყინდება, ჩემო კარგებო. საქართველო გამწყინდება ჩვენი ლოცვით, ჩვენი შრომით, ჩვენი სიყვარულით და ჩვენი ზნეობით. სხვანაირად საქართველოს გამწყინება შეუძლებელია და ეს უნდა დაიწყოს ეკლესიაში და ეკლესია უნდა იყოს ამის მოთავე, არის კიდეც ამის მოთავე ეკლესია და თქვენ აქედან რო გახვალ არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მოქალაქეები. თქვენ უნდა გეტყობოდეთ, რომ თქვენ ეკლესიურები ხართ, მართლები ხართ, ლოცველები ხართ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ცხოვრების წესის გამო ის ურჯულეებით მოექცევიან და დადგებიან სწორწელს და კიდევ ერთხელ შეუერთდებიან სიცოცხლის წყაროს, გამხდობის გზას შეუდგებიან ისიც და ადამიანი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სამშობლოს. ერთმა დააგლოცოთ, ერთმა გადახაროთ და გადაწყვეტოთ. ქრისტე აღსდგა.